ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა. ქვეითებისათვის ამჟამად მოქმედებს ჯარიმები, თუმცა არსებული სანქცია ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც საჭიროა ჯარიმის გაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება. 1 წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებით კი 100 ლარი ხდება. აღსანიშნავია, რომ კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილი იქნება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარი დაჯარიმდება. 1 წელში დანაშაულის განმეორება კი 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. მეგატივი დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები საკითხზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა. ის გადავიცავს. Გავიცავს ავარიებისგან და წესრიგი საჭიროა ყოველთვის. და რას მოუწოდებთ თქვენს თანაქალაქელებს? გაიცვან წესრიგი და გადაარჩინონ თავიანთი თავი და როგორც ხდება ცივილიზებულ ქვეყანაში საჭიროა მოხდეს ისე. ჯარიმებთან ერთად ხომ არ ფიქრობთ, რომ საგანმანათლებლო კუთხით უფრო უნდა გავიზარდოთ და მხოლოდ აკრძალვები და ჯარიმების შესაძლებლობას? ჯარიმების საჭიროა ცოტა რო გამოვხდეთ. რა ვიცი, მე ფიქრობ, რომ არ უნდა დაარღვიოს არავინ. მოძრაობის წესები არის ქვეითმა და არც. მაგრამ შეიძლება ხდება, ვინდა თუ არ გიქნა. ოდა მე მგონი კარგი იქნება რა. ანუ ჯარიმის გაზრდა შეამცირა? არა, ჯარიმის გაზრდა არ არის კარგი. მაშინ გამოსავალი სადაა? გამოსავალი მაშინ არ უნდა დავარღვიოს წესები. ზოგადად რა ვიცი, მანაშენ ეგი მითხარი, 9000 მანქანა რო ყავდა, ხალხ ჯოლობ რო უწევს, შეარული ეგი მითხარი. ქვეითს ესენი არ ყვევიებენ წეს. ეს მანქანა აქანე კი არ უნდა იყოს შემოყანებული. მინუჟდენია უკვე ქვეითი გადავიდეს სავალ ნაწილზე. სადაა გამოსავალი? სალამ არ მისწავდით, ცხოვრებას ასე ვიქნებით სულ. ესაა გამოსავალი. ნუ გაზერი ჯარიმა შედეგს არ მოხდება. ახლა მაგი ახლა ყოველთვის გამთავრობა ყავს იმნაირი. თვლია, შემოყვანილი მთავრობა მემაბრალებენ, მაგრამ რა უყო. აბა მეტი აბა ვიტი გადაუხადო, საგაჭე იქ რა ქვია, პოლიციას ფული, რა ქვია, საჯარო მოხელეს ფული. 400 ლარი გადაიხადა, ახლა აგერ ჯარიმა ერთ დღეში გეი არა 100 კილომეტრ 400 ლარი გადაიხადა ჯარიმა. ახლა აგერ. ეს მანქანები და ფრიქცია. და რა ტიპის ჯარიმაზე არის? რა ტიპის ჯარიმა და ვიდეო ჯარიმები არის. მიდის და ტელეფონზე ლაპარაკობს და ეგი რამე იწყენ აგანე. აგანე რო გადადიხარ ტელეფონზე რო ლაპარაკობს იმას არ მეუცადო იმას გადასასვლელზე რო გადადის. გინდა მე ვიყო, გინდა სხვა იყო, არა მნიშვნელობა. აი ზღოლს კი არ აქცევენ ყურადღებას რომ მივიდიო მეცხროვე იყო შეიძლება მე ჩემეფეს ამაი დაუზღვეველი არავინ არა იმას აძლევს რომ ტელეფონზე ლაპარაკობს და მიდის ის ხო, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ რომ ზღოლები ცხოვრობენ ხოლმე ტელეფონზე. კი ბატონო, ყველა დამნაშავეა, მაგრამ შენ რო გადადიხარ გადასასვლელზე ქვეითი ის რკინა არის. გააჩერებს კი ის. თუ არ აქცევ ყურადღებას და ტელეფონზე ლაპარაკობს. ეგიც ხო შეიძლება? გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ეს განათლება მიიღოთ ბავშვობიდან და მხოლოდ მე ბავშვობიდან მივიღო და მინდა უშალა. ცნობისათვის 2025 წლის პირველ სამთვეში 1360 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 112 და დაშავდა 1760 ადამიანი. ამ პერიოდში გარდაიცვალა 50 ქვეითი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის თითქმის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე იყო.